არ შეგიმჩნევიათ ეგა? ქუჩაში გამოგიდევნება, სახლში კარებში ატუზვა პიროვნებს. ესენი ყველაფერი დადებულია. და ეხვეწება წადი რა, თავი დამანებე რა. და ჩემ ძმასაც ხო შეუვარდნენ სახლში. აკიდე ჩემი ძმა და ესეთი ბიჭო, ერთმანეთს უნდა ვასწავლოთ, იცი? რა უფლებები აქვს მაგას მე ვერ გავიგე. მე რატო არ მაქვს უფლებები? ჩემ უფლებებს რატო არ ვღოთ? აი რა განსხვავებაა იმ ქვეყანასა და ამ ქვეყანას შორის. აქ ჟურნალისტი არ შეგაწუხებს, ვარიანტი არ არის. თუ აწუხებენ რომელიმე კინოვარსკვლავს, ეს შეწუხება კი არ არის. შენ სახალხო კაცი ხარ და არ უნდა დაემალო არავის. შენ უნდა შეუთანხმდე, შენ ემალები. შეუთანხმდი, როგორ არც ერთხელ არ გცალია რომ ინტერვიუ მისცე. ასევე დეპუტატი სახალხო კაცი არის, სახე შეუთანხმდი და არ შეიძლება შეემალებოდე. და ჟურნალისტის უფლება რა ქუჩაში სდიოს ამას და აგინოს. შეთანხმება და თუ ამას არ ღვევს, უკვე შენ გამოდი და თქვი. თუმცა ნება აქვს, ყველას არ მინდა რომ დაგელაპარაკო. არ შეიძლება. რას მავალთებულებ? რატომ უნდა დაგელაპარაკო მე ვერ გავიგე, არ მაქვს სურვილი. რა იურიდიული დანაშაული მიმეწვის, რამე არის ამაზე კანონი. აი გეუბნები დღესანდელი საქართველოს არის მიუღებელი ჩემთვის. შეგაწუხებს კაცი რა, ვიღაცა გაწუხებს, მეზობელიც გაწუხებს, ჟურნალისტია ყველა საქართველოში. მეზობელი რო შემოვიდა და სიქასე რო გაძრობს, კითხოთ, ეგ ჟურნალისტი არ არის? ხედავთ, აი ნახეთ რო ჩავალთ სიღრმეებში, კულტურის სიღრმეებში, რამხელა სინაგვეს დავენახავთ. ამიტომ ვიძახი, ისი მაქნესია, მანდ ქრისტიანული რელიგია რო გაქვთ, ეგ არის, ეგ რელიგია. ნახეთ რა უზდელობა არის, რათა როგორ ნერვებს უშლით ერთმანეთს, მე რატო აღწელებთ ჭორებს, მე ერთ კითხვას დაუსვამ, გეტყვის ერთ წინადებას შენ დაამატებ 10-ს და გაასაღებ თვითონ იმან თქვა. აი ნახეთ ძალადობა. ამიტომ არის როცა შენ შემოდიხარ, ალბათ არალისთვის მაგალითად, ზივარ, საუბრობ, შემოიჭრა. ცოტა ხნის მერე შეისმოუცნენ ტიპები, ნელ-ნელა ერთი გავიდა, მეორე გავიდა, მესამე გავიდა, ფაქტორი ამა გაყარა ხალხი. დარჩა ისა და ტვინი ამომხა და ვეღარ მოიფიქრე რომ წადი რა. აი ასეთმა ადამიანმა წინაწიხო უნდა დამირეკოს. რომ შენთვის დრო გამოვყო და თან რეგლამენტი. 5 საათი ვერ დაგითმობ დროს. სისულელის მოთმენა 5 საათი თქვენ შეგიძლიათ მოსმენა? ეხლა მე რო დავიწყო 2 საათი სისულელებზე ეგელაპარაკო. თქვენ აქ გაჩერდებით? რაღაც საინტერესო ინფორმაციას ელოდებით, ანალიზს ელოდებით და ეს გაძლებინებთ თორე. ისე მტერი მაგაძლო სისულელეების მოსაცმენად. ან კიდე თქვენი მონაწილეობაც გარკვეულ იმას იწვევს, ხო, ინტერესს. ხო. აი ესეთ ადამიანებზე კიდევ მეორე უნდა დაენერგოს და არის ადამიანები, რომლებსაც აი რო მაგალითად საუბრობთ და შემოვიდა ვიხო, ყოფილა ტიპი შემოვიდა, აი თითქოს ეს გვაკლდა რა, გუნდს ერთი წევრიც აკლდა. იმას გამიხარდა, დარეკვა კი არა, მოდი რა, ეს მინდოდა დარეკვა, ვერ დაგიკავშირდი და შე რომ მოხვედი რა კარგია, აი გაგახარა რა. პიროვნება. ამიტომ არის საჭირო იმის გამო რომ ადამიანები სხვადასხვა რაღაც ღირებულებების მატარებელი ან პატარა და დიდის, აუცილებლად უნდა დაურო, მე რა დედა ხარ. მე რა შვილი ხარ. იქნებ შენთვის ჯერ ჩემი ცნობიერება დაკავებული არის, ამ კითხულობ რაღაცას, ან ეს უნდა გადავდო გვერდზე. მე ვიზიტი არის აუცილებელი და არის ისეთი რამ, რომელიც ტელეფონზედაც გადაწყდება. და რატომ უნდა მოხვიდე? ერთხელ ერთ პიროვნებამ გააყო კარები, დამიგაგუნა, შემოვიდა და აიყურა რას მეუნება. ცირაო, აქ რაღაც 20 წუთი დამჩაო და ეს 20 წუთი სად გავატარო, სად მიდიხარ მეთქე ამ ადამიანთან მიდივარ და ვატყობო, ის არისო, ჯერ ადრეო იქ და მე შემოგიარეო რა, და დამიდე და ხლა ის უნდა გაართო. მე მეუნები აქ ხარკოვის ვაგზალია. მე აქ რიცი არის 20 წუთის გასართობად შემოხვედი აქ, მიდიხარ იმას არ აწუხებ, ვისთანაც მიდიხარ და მე მაწუხებ მეთქი აქ და გაშრა. მე მგონი რა ახლა შენ უნდა გაგისწორო აქ მე. აქ სადგური არის მოსაცდელი, იმიტომ რომ საათი უკვე ჯერ ადრეა იქ რომ მიხვიდე. მიდი იმასთან და იქ დაელოდე. აი ესეთი ტიპიც ყოფილა თუ თან განათლებული იურიდიული დამთავრებული. მართლა გეუბნებით. იცით როგორ გამიკვირდა? ესეთი ტიპებიც არის. თან ურცხვათ, იცი? კი არ დამალა. აი შემოგიარეო რა, პროსტო რა ვქნა, რა ადრეაო, სადაც მიდივარო და ამიტომ ერთი მე მკითხე მე მინდა ეხლა შენ აქ გაგატარებინო დრო? და აქ მოსაცდელში ვარ, სადისპეჩერ ვარი, თუ რა ჟანდაბა არის? ასეთ ნიუანსებს რო პრეფექტ ვიძახთით ჩემთვის, რა ქვეყანაა ეგა? ან მე ვარ დები რაღაცა სხვა ქვეყნისა? და მინდა და ნეტარი იქ როდის იქნება კულტურა ესეთი რომ არ შეგაწუხებს ადამიანი. იცით რა არის ჩვენი შინაურებიც რო გვაწუხებენ თუ იცით თქვენ?
ეს ყველაფერზე ყველაზე ვრცელდება. მე რა რო დედა შვილია, ამიტომ კულტურა და წესები დედას რატომ აწუხებს? დედა არ გვაწუხებს? შვილიც არ აწუხებს დედას? დედა გვაწუხებს თუ გვაწუხებს ზოგჯერ? ზოგი ისეთი დედა, სახელად ქვია დედა. ამიტომ რას მავალდებულებ ახლა რა კიღა დედა ხარ, ამიტომ ყველაფერში მართალი ხარ? და უნდა გემსახურო? აი ესეც ვერ შევიდა ანგლო-საქსონური კულტურას ახასიათებს ეგ. აი ესეთი სტილობიანი მიმართვა, მომართვა დედას, მამას, დაპატიჟება იქნება, როგორ იქნება, ხო და ჩვენ ხო ვიცახით რომ ძალიან დიდი კულტურის ქვეყანა ვართო. რაში ჩანს მეთქი დამისახელეთ? და არავინ ყანწი? სუფრა? დეპლეპიტო? რაში ჩანს ეს კულტურა? კოლექტივიზმი არის. ხო, მაგრამ ინდივიდს მტერი ყავს, კოლექტივი. მაგიტომ არის რომ ძალიან ბევრი ინდივიდი რო იბადება უკვე აი საზოგადოება, აი ეს უკვე ქმნის დემოკრატიული სახელმწიფოს. ისე მასიური კოლექტიური ცნობიერების მთავრობა არის დიქტატორული. თქვენ კიდე მთავრობას აბრალებთ. თითოეული მონაწილეობს მაგაში. მაგარი საძმაკაცო და სანათესაო და რაღაცა საჯიგრო ქვეყანა არის და ახლა ეს არის სწავლება მეგობრებო. ესეთი იმით ახლა დიპლომებით ეს არის სწავლება ინსტიტუტებით. არ უცვლელია ყველაფერი.